ამ ვიდეოში დავაგემოვნებთ აზიურ სნექებს, რომელიც უკვე 3 თვე მე მგონი სახში მიდევს და ვადაგავთ. ამიტომ ესეთი ვიდეოები თუ მოგწონთ, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, მე გამომიწერეთ და უეცდები არ მოვკვდე ამ ვიდეოში. 1 ლაიქი 1 ცენტი, შემდეგი 5-ის გამოსაწერად. ეს 5 დაახლოებით $40-მდე დამიჯდა. გამოწერე Amazon-იდან, კაი ხნის წინ მეგობრებო, კაი ხნის წინ, მაგრამ მე ხო ზარმაცობ, ხო და აღარ ვიღებ ვიდეოებს. ეხლა ერთად გავხსნათ და ამოვალაგოთ ვნახოთ რა არის. ვაუ, ესეთი გატენილი 5 გვაქვს, ყველაფრის აღწერა მოყვება. რა არის, რისია და ასე შემდეგ. ანუ წინა 5 რაც გამოწერე, ის ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე იყო და აქ ბლომად ინსტრუქცია. პირველი უნდა დავიწყოთ კიტკეტით, რომლის 9 გემოც გვაქვს და რეალურად ამ კიტკეტის გამო გამოწერე ეს ყველაფერი რა. გვაქვს შავი კიტკეტი, მწვანე კიტკეტი, მუქი მწვანე კიტკეტი, შავი შოკოლადის კიტკეტი, ლურჯი კიტკეტი, წითელი კიტკეტი, ფორთოხლის კიტკეტი, კლეჩატი კიტკეტი და აგურისფერი კიტკეტი. რა არის წარმოდგენა არ მაქვს. რომელი ფერით დავიწყო? დავიწყოთ ლურჯი კიტკეტით. Hi, hello, Patela. Holy Chalide. So cute. არა მარწყვია მართლა. და გარედან არის შავი შოკოლადი. გამრიელია. ფენიერი. შემდეგი ეს მწვანე კიტკეტი გავსინჯოთ, რომელსაც ახატია ღამურა და მოჩვენება. ეს არის თურმე ვაშლის ნამცხვრის კიტკეტი. თეთრია შიგნიდან. ძალიან ცუდი სუნი აქვს. თუ ისე სახარბელო არ ვარგა. შემდეგი გადავიდეთ. მუქ მწვანეზე, ეს ადრე გავსინჯე. ეს არის მაჩასი. ხო, ანუ მწვანე ჩაის მაჩას გემოქვს ამას. და არის მწვანე. ესეთი. ადრე რომ გავსინჯე ეს TikTok-ზე ვთქვი, რომ მტვრის გემო აქვს მექნა. ზუსტად მტვრის გემო აქვს ისევ. წონს გადავდოთ. ესენი ბოლოსთვის არ მინდა შემოვიდნენ, ხო, იმიტომ რომ შავი შოკოლადია ორივე. ეს არის 72%-იანი, ეს იმენა ძალიან შავი. ნამ ჯერ 72%-ით დავიწყოთ. ესეთი შავი კიტკეტი გვაქვს აქ. ახ. იმენა შავი შოკოლადის სუნი აქვს. თუდი არ არის, მაგრამ არის კაია. და ეს შავი შოკოლადი ვნახოთ. მთელი ეს ამდენი საშინელება გამოვწერე ამ 9 ცალი კიტკეტისთვის. მაგარია. მადნება ხელებში. ეს გემრიელი, ანუ ის უფრო შავი შოკოლადი იყო და ის უფრო მწარე იყო. ეს კაია. ოღონდ ძალიან ადვილად ნება, სულ შოკოლადიანი მაქვს, მაგრამ მიცურავს ხელებში. ამას აწერია რომ არის კლასიკური კიტკეტი. კლასიკური კიტკეტი კარგია, აჯიანი შოკოლადით. ეს გემრიელია. აი ეს. 3 კიტკეტი დაგვრჩა. ყველაზე მეტად მაინტერესებს ეს ვარდისფერი კიტკეტი, რომელსაც აწერია რომ არის ტენკრის. რა ლამაზია. ეს ფერი ძალიან მოწონს. როგორი სუნი აქვს, იცით? ეს მჟავეა. გემრიელიცა. კაია. ამას აწერია რომ ძიანი ჩაის გემო აქვს. ჯერ ჩაი რა არის და ახლა ძიანი, მაგრამ თეთრი კიტკეტია. კარგია დედლი მომწონს. ლიმონიანი ჩაის სუნი აქვს. რა მაგარია. გემო უფრო ლიმონის აქვს და ცოტა მომწაროა. ეს არ მომწონს. ამას არ შევჭამნე. და ბოლო გვაქვს ფორთოხლის კიტკეტი, რომელსაც ფორთოხალი ახატია, კიდე კაი. ეხლა ეს გავსინჯოთ. ფორთოხლიანი რაღაცები საერთოდ არ მიყვარს. არ თვითონ ფორთოხალი. ვაუ, აი შოკოლადში ჩადებული ფორთოხლის ჩირის სუნი აქვს. გემონც მაგარი აქვს, შავი შოკოლადია. ძალიან გემრიელია, მაგრამ აი ესეთი რაღაც გვაქვს. ეს არის პატარა რამენი. შევაშევაში ვჭამდეთ ხოლმე ანაკომის სუპს რა. ოღონდ მოუხარშავს, არ შეიძლება ეგრე პირდაპირ ჭამა. პროსტა ვაყრიდით ხოლმე ზემოდან იმ სუნელებს და პირდაპირ ჭამდით და ესეც მე მგონი ეგ არის. გამოვნახოთ. ზუსტად მაგის სუნი აქვს. ეგრეც გამოიყურება. ესეთი პატარა წვრილი რაღაცები არ მიყვარს. გემრიელია. მაგრამ რისი გემო აქვს ვერ ხვდები. მართლა მაკარონის გემო აქვს, მაგრამ მაკარონიაში გარეთ არ არის. უბრალოდ მაკარონის ფორმა აქვს. ტრაგედია რა. კაი ასურებს. ამას შევჭამდი, მაგრამ ესე წვრილები რო არ მსიამოვნებს. ძალიან მომწონს თავის დაფთარი რომ მოყვება. ეს არის პრეცელი იმინდის გემოთი. ვაუ, თან როგორი სერვირებით მოდის. აი იმენა ტკბილი სიმინდის გემო აქვს. ტკბილი სიმინდი ძალიან მიყვარს, მაგრამ კრეკერს ვაფშე არ ვხდება. მე უფრო მომწონს. პირველ ჩაღეჭვაზე არ ვარ გოგდა. მე რო გადის ეს გემო გემრიელია. ამას არ ვიყიდდი. ეს ყოფილა მიწის თხილი გადა? არა და ესეც კრეკერს გავს მოიცა. მე მგონი ეს ტკბილი მიწის თხილია. არა რა. ცხარია. ზოგი არის მიწის თხილი. ეს მე მგონი ბრინჯის, აი ხლეფცის გემო აქვს რა. ძალიან ცხარე. რა უცნაური რაღაცა. მაგარი უცნაური რაღაცა. ტიკიდით ისედია რა. ამას აქ ხლეფცის გემო და ძალიან ცხარეა.
მე ლუზე გაასწორებდა. ეს მე მგონი ყველის კრეკერებია. ფშველია. აუ ძალიან ცუდად ვარ შემილი ამდენი ჭამა. ტკბილია. ოღონდ ყველის გემოქვს. შაქარი აქვს. მაგრამ უცნაური ის არის რომ მომწონს. თან მარილი აქვს, თან შაქარია. ძალიან უცნაური კომბოა. ეს რაღაც პირველად გავცინჯე. ძალიან უცნაურია, მაგრამ მომწონს. აბა ეს რა არის? ამას ახატია ბევრი ბოსტნეული. ბოსტნეულის გემოს კრეკერებია ესენი. იძიდი პატალა ჟამკუთხედის ფორმა აქვს. რაფერი ბოსტნეულის გემო არ მას არ აქვს. გაულებრივი კრეკერია, აი უჩვეულებრივი ესე. გემრიელი, მაგრამ ჩვეულებრივია. მარშმელოუ, აბა რა. ხოთა შორის ძალიან მიყვარს, მაგრამ ინა ვიდეო რაც გადავიღე, იმისგან განსხვავდება რა ეს ნეკები. აი რაღაცა აქ ამ მარშმელოუს შიგნინა, როგორი გრძელია. კოკა-კოლას გემო აქვს. აუ ხაზა ვიკბინა. ეს გემრიელია. მაგრამ არაფრის გემო რა ქონდეს, უფრო გასწორებს. გემრიელია. როი დავაეპლუოთ. ხუი, რა გავსინჯო, დამიწერეთ რა, კაიხანია დაგემუნება არ გადამეღია. ძალიან ავიბარგე და TikTok-ზე გადავუბარგდი. მაგრამ მე გიმის ბრალია რომ მართლა არ მაქვს ძალიან დიდი დრო რომ ვიდეოები დავაედითო. YouTube-ის ვიდეოებს ვაედითებ ხოლმე საუკუნეთან, ეგეთი მაგარი ედიტიც არ მაქვს რა, მაგრამ უბრალოდ ძალიან დიდი ხანი უნდები და მეზარება რა. TikTok-ის ვიდეოებს კიდე წამოწყვილზე ვაედითებ და ეგ კაია. ამას ახატია კოალა, ისე გამოიყურება რომ ტკბილად უნდა იყოს. მაგრამ ამათში რო ვიცი, მარილი იქნება. კოალებია, კოალა ახატია. არა, შოკოლადის უნიკა. ძალიან გემრიელია, შოკოლადიანი კრეკერია. ვაიმე, შუათავარ მართლა შუათავარ. ეს არის ნაყინი, ვითომ ნაყინი. ამათი რაც მომწონს არის, რომ ძალიან ლამაზი შეფუთო. არა, აქ მომზადება წერია, წყალი უნდა დაასხაო, აურიოო და ნაყინში ჩადო. გადაობ, ეს ძალიან DIY სნექი გვაქვს. 3 ცალი ნაყინის ვაფლი მოყვება, ფხვნილი, რომელსაც უნდა დავასხათ წყალი. ნახოთ. ატარა კოვსი მოყვება მეთქი, ხა მე უნდა ამეღო კოვსი. ძალიან წუწაობ მე მგონი. ვაუ, აფუვდა. ეს რა საყვარლობა რაღაცა მოუგონია თამათ, ვერ არიან ესენი. პირველად ვაკეთებ ნაყინს. ხა მეტი არ მინდა ეს არ მომიწონოს. ჩავია და კერის გება. უცნაური რაღაცა. ანუ გემურია, მაგრამ საყვარელი გასაკეთებელია. ეს რა გვაქვს? ესე იგი ამას ახატია ანანასი და პანდა. ესეც პანდის ბოლმა, გიცლალი. ნუგით. ვერ ვიტან ანანასი. ანანასი კი არა, მანგო. არა, ნუ გემურია. ხოთა შორის ძალიან გემრიელია. ამას ახატია რომ არის სასმელი. ეს არის ლოლიპოპი. ოღონდ შიგნით არის ფხვნილი და იმ ფხვნილში უნდა ამოვაწოთ. ამოვაწოთ ფხვნილში. ესე თეთრ ფერს იღებს. მე რეგარი მჟავე. ეს ასწორებს ხოთა შორის. ეს გემრიელია. ეს დავაიფრუღოთ. შემდეგ იყოს ეს. ამასაც რა წერი რომ არის შოკოლადის ღვეზელი და სოიო აქვს. შოკოლადის ღვეზელია, ოღონდ მლაშე. მაგარი მლაშია. მაგრამ ეს სიმლაშე რო გადის რაც ზემოდან აქვს, მე გემრიელი ხდება. მოკლედ მეგობრებო, თუ მოგწონთ რომ ესეთ რაღაცებს ვიწერ და ვაგემონებ, დალაიქეთ, მე გამომიწერეთ. 90000 გამომწერზე ავიდეთ. ნახეთ უკვე რამდენად ჯღერს 90000 იყადაო. ავიდა რომ YouTube-ი დავიწყე, ვერც წარმოვიდგენდი რომ ოდეს მე ავიდოდი. ღმერთო, რა ზრდიანია. შემდეგი ესეთი ბოთლია, რომელშიც რაღაცები ყრია. გავხსნათ ეს ბოთლი. ბრალოდ ფხვნილია. ფშვნილი განფეტის გემო აქვს და რავი, თარიელი შაქარი. შემდეგი გვაქვს შოკოლადი ყოფილა, შოკოლადის ბურბუშელასავითა. იმენა შოკოლადის ბურბუშელა. გემრიელია. მაგარია. ძალიან ფაბუკია. ამას შევჭამდი ბევრს. შემდეგი გვაქვს ბურბონი აწერია. ტკბილი კარაქი აქვს. ვერ ხვდები რაღაც აქვს ძალიან ტკბილია. ეჩენია ესეც შიგნით კარაქით. აბა ეს ლურჯი რა არის? Cream cologne. ესეთი რაღაცებია, შიგნით კრემი აქვს და გარედან ვაფლი. მიშუტკაა დაჭრილი იმენა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. ეს გემრიელია. მაგრამ ძალიან ტკბილია. ეს არის ყველაზე საინტერესო. ეს უნდა ჩავყარო ჭიქაში, დავასხათ წყალი და გახდება ლუდი. მოდი გავაკეთოთ. თავი დიდად ლუდის სუნი არ აქვს. გადაობ კაფსიკეთებს. ნახეთ, ყვითელია და კაფია, მართლა ლუდივით გამოიყურება.
გემრიელია. ჩვეულებრივი ის არის რა. ხლის ლიმონადი. გასული მსხლის ლიმონადის გემო აქვს. კიდე მეგონა რომ მართლა ლურდი იქნებოდა. შემდეგი ესეთი ჟელიბონი გავსინჯოთ, რომელიც არის მარწყვის. დამჟავია. ძალიან ხელოვნური გემო აქვს და დამჟავია. ძალიან ბევრი ჭამე. ძალიან ბევრი წყალი დავაყოლე და არ მსიამოვნებს. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რომ 90,000 გამომწერზე ავიდეთ. ანუ ჩემი მთელი მუღამი არის რომ 100,000 დამეწეროს რა. რისთვის მინდა, ვისთვის მინდა, წარმოგიდგენ არა მაგ 100,000 მერე იქნებ სპონსორებიც გამოჩნდნენ და ფული მე აღარ ფლანგო ხოლმე ესეთი რაღაცების გასინჯვაში. თან მე ხო ფულს ფლანგავ და თან სუქდები. ხო და რავი, ეს რაღაცა ძალიან უხერხულად გამოიყურება, არ ვიცი. ყოლა ბაბულ კენდი ყოფილა. ოპა ტაბლეტს გავს. კოკა-კოლის გემოიანი ტაბლეტია. ქაფდება და საკმაოდ მჟავეა. შემდეგ ისევ შოკოლადის ხრუხუნა რაღაცა და აღარ მეხალისება მე შდეგივე გემოების სინჯვა. ძაღლის საჭმელს გავს რა შეხედათ. ცუდი არ არის, პირიქით გემრიელიც კი ამ. უბრალოდ მე აღარ შემიძლია ამის ჭამა. აი ეს მაინტერესებს. ესეთი პატარა საყვარელი პინგვინია, რაღაცნაირი შეფუთვა აქვს და ბუშტები ახატია. აი, რა მაგარი შეფუთვა აქვს. ტყვიებს გავს, ბავშვობაში ვაგროვებდი ხოლმე ესეთ ტყვიებს. ფერად ტყვიებს, მაგრამ ეს აშკარად კამფეტია. რა უგემურია. რა საზაგლობა რაღაცაა. შემდეგ ესეთი მარწყვის ლობიო გავსინჯოთ. ლობიოს ფორის კანფეტები. ჩასიკვრულები რატო ვართ ამდენ კანფეტზე? აბა. ბიჭო, კანფეტი არ არის. ვაფლია. აი ამ ხელა ვაფლი გინახავთ? უპაწაწუნესი ვაფლი აქვს შიგნით. გარედან არის შოკოლადი. ეს რაღაცა ძალიან საინტერესოა. მომეწონა. ყველაფერი კანფეტია. ესეც კანფეტია. ეგრევე იხება. აუ, ესეც მხნილივითა, ოღონდ რა პირში ჩაიდებ, ეგრევე იფშნება. რა უაზრო კანფეტები გაქვს, ხო რა გადაობ. ესეც ნაგავში. ეს გავსინჯოთ ჟელე, რომელიც ჩემი ერია, რასაც ქვია, ვერ ვიტან ჟელებს. წინაზეც არ დამთავრდა მთლად კარგად ეს ყველაფერი. პირი ხომ უნდა დავაჭირო. არა. ძალიან მყარი ჟელია. ხელშიც კი შემიძლია დავიჭირო. ნახეთ როგორი მყარი ჟელია. რა საკეთება, ნახეთ. არც კი ვარდება ესეთი მყარია. What the fuck? ამას აჭრეთ ბიჭო ბავშვებს ძალიან ბევრი კანფეტი შემომტენეს, რასაც ვუყურებ ეხა მე. და ეს ამბავი საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ეს მე მგონი ტოფიტა. ძალიან მეზიწყება ყურძნის რაღაცები და რაც კი აზიიდან გავსინჯე, ყველაფერი ყურძნის არის. ყურძნის ტოფიტაა და არაფრად არ ვერგა ეს. არ შეღიტეო. ნასკეთ გემოაქვს. შემდეგი ის მაინტერესებს, ესეც რაღაც ფხვნილია. პირდაპირ უნდა დავიყაროთ ენაზე? მე მგონი. მაგალითად ფხვნილები და კანფეტები რა. ფხვნილი კი არ არის, კანფეტები და ნაფშვენებია. მჟავე და ტკბილი. კაცნობს. ესეც კოკა-კოლის გემოთია. რა ჩაციკლულები ხართ ამ კოკა-კოლაზე და ყურძენზე? აი მე ისევ რაღაც ფხვნილი. მე მგონი ნარკოტიკებია და ყვატყობენ რაღაცას. მე ესეთ რაღაცებს ვიდეო შევნავ და რასაც ბავშვი ვუყურებ. მოკლედ მაგარი user experience-ია რა, ყველაფერი ძალიან ძერს კადდევს, უნდა გამოვიღო. მარგალიტები ვითა. ესეც ადვილად იშლება. პატარა ბურთებია. ტიკტაკივით არის. არ მომეწონა. ეს რა არის? ეს არის ერთი ლუკმა შოკოლადი. ვერ ვხვდები აი ამის იდეას. ესე წვრილად რატო იყიდება რაღაცები ვერ ვხვდები. მე მომიამინდებში მოვკვდები. მე თქვენ არ გიჩვევდით ამ ყველაფრის გამოწერას, როგორც ვხვდებით რეაქციებზე, იმიტომ რომ ამ ყველაფერში დავხარჯე 120 ლარი და საძაგლობაა ყველაფერი. არ შემიძლია. ეხლა დავჭა ბულდაკის დაგემოვნება. მოდი ეხლა მე გავალ, ამებს მოვამზადებ და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, ვერ ვარ ცოტა ჩემართებით. ცოტა ცუდად ვარ. მე მგონი რაღაც 3 თვის მერე სნექები არ უნდა მეჭამა. მედი არ მოვიწავლები. ამის ჭამაც სიმართლე გითხრათ აღარ მინდა უკვე, მაგრამ მოდი გავსინჯოთ მაინც. გულმერევა. რაღაცა ვერა ვარ. ხარია. არ ველოდი, მაგრამ ყველაზე მეტად ძალიან ცხარია. ძალიან ცუდია.
ყველაზე განცხარია მეგობრებო. და მისჭამა აღარ მინდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად ვარ და უნდა დაგემშვიდობთ. ესე ცუდ ნოტაზე მე ვიდეო არ დამთავრებია. და ვიდეოს ბოლომდე თუ უყურეთ და მიკომენტარეთ წყევის ემოჯი, იმიტომ რომ მაგას ვაპირებ მე მგონი.